საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან კონსტანტინე სურგულაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად 1 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვია და საინგილოში კახის რაიონის ქართულ სოფლებს შორის მიმდინარე დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო. ფინალურ მატჩზე იმყოფებოდა აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი აზად რახიმოვი, რომელმაც ქართველ მინისტრებს მასპინძლობა გაუწია დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის გამარჯვებული კახის თავის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ქოთოქლოს გუნდი 1-0 დაამარცხა. მიტრო სპორტიზეები ფეხბურთია და მინდა გადაუხადო ჩვენთვის სასიამოვნოა ჩვენ ვიმყოფებით საინგილოში, კახის რაიონში, აზერბაიჯანში, სადაც ცხოვრობენ კომპაქტურად ჩვენი თანამემამულეები, ქართველები. ძალიან სასიამოვნოა აქ შედგა ტურნირი, რომელიც დათო ყიფიანის სახელობის არის. ძალიან კარგად თამაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ თამაშობენ ქართველები, თამაშობენ ერთმანეთში და ინარჩუნებენ თავიანთ ფესვებს, თავიანთ გადაწესებს, თავიანთ მამაპაპის წესჩვეულებებს.